ხედავთ, რომ ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება გრძელდება. მაგნიცკის სიაში ქართული გვარების რაოდენობა გაიზარდა. ამასობაში უცვლელია მოქალაქეების მოთხოვნა, ეს ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თქვათ, რა შემთხვევაში იქნება კულმინაცია, რაც აიძულებს ივანიშვილს დაიწყოს უკან დახევა, დანიშნოს ახალი არჩევნები. პოლიტიკის ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროტესტის წარმატების მიიღწევა წარმატება მაშინ, როდესაც სახელისუფლებო სისტემა ძალის ვერტიკალი ჩამოირღვევა. თუ ოპოზიცია იქნება ძლიერი აქტორი და თუ კი იქნება სათანადო საერთაშორისო ზეწოლა. პირველ და მეორე პუნქტის შესახებ ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ გადაცემაში, დღესაც ამ თემას სტუმრებთან ერთად შევაფასებთ. რაც ეხება მესამე კომპონენტს, საერთაშორისო ზეწოლის ნაწილში ჩვენ დღეს ვხედავთ მეტ ნაბიჯს, ვიდრე თუნდაც იყო დეკემბრის დასაწყისში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინის მიერ დასანქცირებულია შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე. როგორც შეხვდა ოცნება საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველ ფაქტს, როდესაც დასანქცირებულია მინისტრთა კაბინეტის წევრი პოლიტიკური თანამდებობის პირი. როგორ ახსნა ივანიშვილის პრემიერმა მოქმედი მინისტრის სანქციების მიზეზი. კობახიძემ დღეს საუბარი დაიწყო ამერიკელი პროფესორის ჯეფრი საქსის ინტერვიუთი, რომელიც საკერ კარლსონმა ჩაწერა და ის გააზიარა ელონ მასკმა. მან ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა გადატრიალების მცდელობაში. ინტერვიუდან ეს ნაწილი გამოყო კობახიძემ და გომელაური ბაიდენის ადმინისტრაციის მსხვერპლად გამოიყვანა. შემდეგ კი გააგრძელა შეთქმულების ცნობილი თეორიები. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ბატონი ჯეფრი საქსის ინტერვიუ, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია დაადანაშაულა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მძიმე ბრალდება. ჩვენ ბატონი ვახტანგ გომელაურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლების სანქცირებას შეგვიძლია მივცეთ გარკვეული შეფასება და შეიძლება ობიექტურად იქნეს აღქმული ეს ფაქტი, როგორც მოქმედი ადმინისტრაციის ერთგვარი აღიარება. ამერიკის შეერთებულ შტატებში სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რასაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხმედრა პრეზიდენტ ტრამპთან. ისიც მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან. ქართული ოცნების დღევანდელი რიტორიკა ასეთია, რომ ამერიკას არ დაუსანქცირებია წინა ხელისუფლება და არ დაუსანქცირებია გახარია 2019 წლის გავრულობის ღამის შემდეგ. ცნობისთვის გავრულობის ღამის შემდეგ ოცნების პირობებში დაიწყო გამოძიება, თუმცა თავად ოცნებამ ამნისტიის კანონპროექტის მიღებით ეს პროცესი გააჩერა, რაც იყო მაშინ შეთანხმების საგანი. მას შემდეგ, რაც მაგნიცკის სიის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, ქართულმა ოცნებამ გადადგა ნაბიჯები აი ასეთი თანმიმდევრობით. სამუშაო დღის დაწყებისთანავე გაგვაგებინეს, რომ დასანქცირებული პირი ვახტანგ გომელაური დაინიშნა ვიცე-პრემიერად. დასანქცირებული გომელაური და მისი მოადგილე დარა ხველიძე დილითვე ჩინეთის ელჩს შეხვდნენ. სახელმწიფო ჩვენს მიერ გადახდილი თანხებით აპირებს აანაზღაუროს ფინანსური დანაკლისი დასანქცირებულებისთვის. და კიდევ ერთი ნაბიჯი ყავალაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკის, ბრიტანეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის სანქციების სიაში შეყვანილ მაღალჩინოსნებს ღირსების ორდენზე წარადგენენ. რთულია ჟურნალისტურ ლექსიკონში იპოვა შესაბამისი სიტყვა, რომელიც ივანიშვილის ცინიზმის სიმძიმეს აღწერს. ასობით მოქალაქისთვის თავის გატეხვის, ნეკნების ჩამტვრევის, დასისხლიანების, მიკროავტობუსებში მათი სისხლის გუბეების დაყენების შემდეგ, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება აძლევს ასეთ ფორმულირებას წამებასთან გათანაბრებული მოქცევა, ივანიშვილი აპირებს ჯილდოზე წარადგინოს. ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილეები შალვა ბედოიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, იოსებ ჭელიძე, ასევე თემურაზ კუპატაძე, ვაჟა სირაძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზაშვილი, მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე. რა არის ამის მიზანი? ივანიშვილის პრემიერი ახლა ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს არ აინტერესებთ ეს სანქციები, სინამდვილეში კი აი ამ ფორმით ამხნევებენ სახელისუფლო ვერტიკალს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ინაუგურაციის შემდეგ ღირსების ორდენზე წარვადგინოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. ესენი გახლავთ 11 თანამდებობის პირზეა საუბარი, ბატონი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ბატონი შალვა ბედოიძე, ბატონი ალექსანდრე დარახველიძე, ბატონი იოსებ ჭელიძე, ასევე მინისტრის მოადგილე, თემურაზ კუპატაძე, ბატონი ვაჟა სირაძე, ბატონი სულხან თამაზაშვილი, ბატონი ზვიად ხარაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი მილერი ლაგაზაური და ბატონი მირზა კეზევაძე, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, თუ კი რომელიმე მოხელეს წარმოიქმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი ამ სანქციებიდან, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას.
ის ვინც ფიზიკურად გაუსწორდა მოქალაქეებს ან გასცა ამის ბრძანება და ახლა არის დასანქცირებული, მათ ივანიშვილი არ მოაკლებს ჩიტის რძეს, მაგრამ ამჯერად არა მისი პირადი, არამედ ჩვენი გადახდილი ფულით იმოძრავებს ოცნების მინისტრი და ვიცე-პრემიერი. ივანიშვილი ნამდვილად არის პირი, ვინც პირადი დაცვის უფროსი გომელაური ჯერ გაამდიდრა მინისტრად აქცია. ახლა კი აქცია პერსონა ნონ გრატად საშვილიშვილოდ. რა ეფექტი ექნება თანამდებობის პირების დასანქცირებას? ქართული გვარების რაოდენობა გლობალური მაგნიტის სიაში ვთქვით, რომ იზრდება. ამჟამად სიაშია ივანიშვილის მთავრობის ერთი წევრი და მასზე დაქვემდებარებული 3 პირი. ყველა მათგანი ძალოვანი უწყებიდანაა. ვინაიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს და დიდი ბრიტანეთის სანქციები კოორდინირებულია ერთმანეთთან და ეს მთავრობებმაც განაცხადეს, მოდი სურათს გაჩვენებთ ახლა ერთიანად. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებით სანქცირებულთა სიას დაემატა, როგორც უკვე ვთქვით, ვახტანგ გომელაური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, მირზა კეზევაძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და იქამდე სექტემბერში მაგნიტსკის სიაში იყო დამატებული დასანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი და მილერი ლაგაზაური, გდდ-ს დირექტორის მოადგილე. აი 4-დან ვინც ახლა ჩამოვთვალეთ, 3 არის დიდი ბრიტანეთის დასანქცირებულთა სიაში, თუმცა ეს ყველაფერი არ არის ბრიტანეთის სიაში, არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებიც. აი სურათი აჩვენებს, რომ ოლიგარქი ივანიშვილის ერთი საყრდენი ძალოვნები ფაქტობრივად სრულად მოექცა სანქციების ქვეშ. ამასთან ციტატა სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებსაც იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს სხვა ქართველ პირებს და მათ ოჯახებს, მათ შორის სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაში. ასევე მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას, ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის ზეწოლისა და მუხარის გარეშე ხმის მიცემის უფლების შესაზღუდად. კითხულობთ სახტების განცხადებაში, პირველად გამოჩნდა დასანქცირებული პირების კავშირი არჩევნებთან. დავუბრუნდეთ მაგნიტსკის სიას, ვთქვათ, რას ნიშნავს ეს, აი ამ სიაში მოხვედრილი ადამიანებისთვის, ანუ ახლა გომელაურისა და კეზევაძისთვის, დაიბლოკება ნებისმიერი ქონება, წილები, ინტერესი ამ ქონებაში, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების პირების მფლობელობაში ან მათი კონტროლის ქვეშაა. დაიბლოკება ნებისმიერი კომპანია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ჯამურად 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთ ან მეტ დაბლოკილ პირს. და ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც აწარმოებენ გარკვეულ ტრანზაქციებს ან საქმიანობას სანქცირებულ პირებთან, თავად შეიძლება აღმოჩნდნენ სანქციების წინაშე. ვთქვათ, რატომ დაასანქცირა ამერიკის შეერთებულ შტატებმა ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე, აქ რამდენიმე მიზეზია ჩამოთვლილი და დავიწყოთ დემონსტრანტების სასტიკი დარბევით, გავიხსენოთ ეს კადრები. შემდეგი მიზეზი მედიის წარმომადგენლების მიმართ სასტიკი მოპყრობაა. ვიდეო ოპერატორს, ელექტრონის ოპერატორს ფიზიკურად გაუწევდა. ხედავთ ნიკო გოგაია ჩვენს ოპერატორს, რომელსაც მიაცრევენ აქციის მონაწილეებს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. პოლიცია ადგილზე არ არის. სასტიკი და ძალადობრივი მოპყრობა ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, ესეც მიზეზებს შორის არის. ამ წინადადების ბოლოში მითითებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა ეკისრება მთელი 2024 წლის განმავლობაში გამართულ დემონსტრაციებზე, ამიტომ ვიხსენებთ ამ კადრებსაც. რუსების
მიზეზების გამო ბრძანების გამცემები ამერიკამ დაასანქცირა, ივანიშვილის პრემიერი კი აპირებს მათ ღირსების ორდენები გადასცეს. როგორც უკვე გითხარით, გაზაფხულის დარბევების შემდეგ დაასანქცირეს ზვიად ხარაზიშვილი. შემოდგომაზე კი გომელაური არათუ დასანქცირებას, არამედ ხარაზიშვილზე დაწესებული სანქციის მოხსნასაც კი ელოდებოდა. მაშინ გომელაურს ისიც კითხეს, როგორ იღებენ ხელფასს ხარაზიშვილი და მისი მოადგილე, მაშინ როდესაც ისინი სანქცირებულთა სიაში არიან. ძალიან კარგად უყურებთ. ძალიან კარგად. შეუულებოთ იღებენ ხელფასს. ხელზე იღებენ უკვე ხელფასს რა ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს. მე პრობლემა არ მაქვს და მას სანქციები მე ჩემი სამშობლოს გულზე ვაკეთებ ყველაფერს. ჩემი ქვეყნის გულზე ვაკეთებ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძე კი ოქტომბერში არჩევნებამდე ჩაწერა TV პირველმა. ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მას ეკითხება კანონდარღვევებზე გაზაფხულის დარბევების დროს, გაზის და ჭავლის ერთად გამოყენებაზე, ადამიანების კუთხეში მიმწყდებაზე, ცემაზე, უკანონო ბრძანებებზე, დასანქცირებულ ხარებასა და მილერი ლაგაზაურზე. მოდი მოვისმინოთ კეზევაძის პასუხები. რატომ ასრულებდით უკანონო ბრძანებას ან რატომ გასცემდით? უკანონო ბრძანება არ არსებობს. ჩვენ რასაც ვაკეთებთ კანონის. მე ვემსახურები ჩემ ქვეყანას, ჩემი ემსახურებით ადამიანების დასახიჩრების ხარჯი. სხვათა შორის თელი ცხოვრება. ჩვენ ვიცავთ უმრავლესობის თქვენ ახლა დარბევ. უმრავლესობის არა, თქვენ ყველას უფლება უნდა დაიცვათ. უმრავლესობის უფლებაც ვიცავთ კანონის პარალელში. ყველა ხელისუფლების დროს იყავით სპეცრაზმში თქვენც და ხარებაც. ყველა ხელისუფლების დროს არბევდით აქციებს. ბატონო მირზა, ხომ მიდასტურებთ? არა. დასანქცირებას ელოდები? კი, პრობლემა არ მაქვს არავითარ. მირზა კეზევაძე ისე როგორც ხარაზიშვილი წინა ხელისუფლების დროსაც იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში. ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ის არ ფლობს რაიმე ქონებას. ვახტანგ გომელაურმა კი უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაცია 2024-ში შეავსო ივნისში, რომლის თანახმადაც გასულ წელს ის მინისტრთა კაბინეტში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მინისტრი იყო. მისმა ანაზღაურებამ 96,000 ლარს გადააჭარბა. დეკლარაციის თანახმად ის თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 201 კვადრატული მეტრის ბინას ფლობს, რომელშიც 2022 წელს 542,000 ლარი გადაუხდა. ის ასევე ფლობს 200 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 650 კვადრატული მეტრის სახლს ტაბახმელაში და მიწის ნაკვეთებს თიანეთის რაიონის სოფელ გორანაში. გომელაური დუმს სხვათა შორის 23 დღეა ის არ გამოჩენილა მედიასთან, მას არ უპასუხია მთელი ამ ხნის განმავლობაში შეკითხვებისთვის. ერთი წლის განმავლობაში ოცნების ლიდერები ამხნევებდნენ თავიანთ მხარდამჭერებს, რომ სანქციები ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს და მას არც ელოდებოდნენ. საერთოდ პრობლემას ვერ ხედავ, არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული. ამერიკული სანქციები არ არსებობს. არ არსებობს ამერიკული სანქციები. მე ნამდვილად არ ველოდები არანაირ სანქციას, იმიტომ რომ შეუძლებელია. ქართული ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერ დასჭირს ვერავინ. ყოველგვარი საუბარი სანქციებზე არის არასერიოზული. როგორც ჩანს, ეს ოპტიმიზმი არ ამართლებს. ამის შემდეგ ოცნების რიტორიკა უკვე გადატვირთვას უკავშირდებოდა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტას უკვე ამერიკის მხრიდან კი მოხვა ოცნების ახალი გზავნილი, როგორც ტრამპი იტყვის, ყველაფერი ისე იქნება. ოცნება ელოდება ახლა ტრამპის ინაუგურაციას. აქვს თუ არა საფუძველი ამ მოლოდინს? დადებით მოლოდინს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში და დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოკერი რადიო თავისუფლებას ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში სამ მიზეზს ასახელებს, რატომაც ეს მოლოდინი მცდარია და პირიქით ელოდება მეტ ზეწოლას ოცნების მისამართით. მიზეზებს შორის არის დასავლური გზიდან გადახვევა, ურთიერთობები ჩინეთთან, ანაკლიის პორტის საკითხი და ურთიერთობები ირანთან, გახსოვთ ყობახიზის ვიზიტი ირანში, ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერების გვერდით მისი დგომა.